ქუთაისში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოპერის თეატრიდან მესამე სკოლამდე თეატრალიზებული ფემინისტური ტური მოეწყო. სპიკერებმა შეკრებილ საზოგადოებას იმ ცნობილი და წარმატებული ქალბატონების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ქალთა გიმნაზიაში სწავლობდნენ და რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ 8 მარტს სიმბოლურად მათი სახელობითი დაფა მესამე სკოლასთან გაიხსნა. მემორიალური დაფა ქუთაისის მერმა ქეთევან ციხელაშვილთან და ნინო თვალთვაძესთან ერთად გახსნა. პირველ რიგში მინდა მივულოცო, როგორც ჩვენ თანაქალაქელ ქალბატონებს, ისე სრულიად საქართველოს ქალბატონებს 8 მარტი უსურვო მათ წარმატებები. დღეს მესამე სკოლის წინ გავხსნით მემორიალური დაფა, სადაც ასახულია იმ ქალბატონების სახელი და გვარები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანა. ყველა ქალბატონს მიულოცავ დღევანდელ დღეს, უსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ძალიან დიდ სიხარულს, წარმატებას და მათი სურვილების რეალიზაციას. დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან გავხსნით წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში, ქალთა გიმნაზიაში, ასე ვთქვათ, მოსწავლე ქალბატონების მემორიალური დაფა, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში და ამის შესახებ უნდა იცოდეს ყველა. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილიც სტუმრობდა, რომელიც ასევე მესამე სკოლაში სწავლობდა. მან ქუთაისელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა და მემორიალურ დაფაზე დატანილი პიროვნებების ღვაწლზე ისაუბრა. პირველ რიგში მინდა ყველა ქალბატონს მიულოცო საქართველოში დღევანდელი დღე უსურვო წარმატება, გაძლიერება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და წარმატებას. დღეს ვარ ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემს მშობლიურ მესამე სკოლაში, რომელსაც აქვს 170 წლიანი ისტორია, როგორც ქალთა გიმნაზიას და ამ წლების განმავლობაში უნიკალური როლი და წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. დღეს აქ გაიხსნა მემორიალური დაფა ძალიან ცნობილი კურსდამთავრებულების, რომელთაც შეიტანეს მართლაც გამორჩეული წვლილი ყველა სფეროში, პოეზიაში, კულტურაში, თეატრში, პოლიტიკაში. 100 წლის წინ საქართველოს პარლამენტში 1918 წელს 5 ქალბატონიდან 2 იყო მესამე სკოლის, მაშინ გიმნაზიის კურსდამთავრებული და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თქვენ იცით, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ქალებს საბრძოლი ჰქონდათ საკუთარი ხმის უფლებისათვის. ისინი იყვნენ სათავეში იმ დემოკრატიული ტრადიციის, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაგრძელებთ, რაც გვეამაყება, პირადად მე ძალიან მეამაყება ამ სკოლას, ამ ქალაქს, ყოველთვის ჰქონდა გამორჩეული როლი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იქნება. ღონისძიების ბოლოს ქუთაისის მერმა საქართველოს ვარსკვლავის 2 მონაწილეს, თათო ლაჭყებიანს და გიორგი ფრუიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეების მუსიკალური ნომრებით დასრულდა. პირველ რიგში მიმოცა ყველა მანდილოსანს დღევანდელ დღეს, ძალიან მასშტაბური და ძალიან სასიამოვნო დღე არის. აჩეხება დღევანდელ დღეს ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა. შევხვდით მერს, დაგვასაჩუქრა მერმა. რაღაც სიმბოლური საჩუქრით, ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას, რაც შეეხება ჩემს პროექტში მოღვაწეობას. რავი, ძალიან კარგად ჩაიარა პროექტმა, ძალიან სასიამოვნო საჩუქრები მიიღე, რაც დამეხმარება კარელულ წინსვლაში. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ძალიან ბევრი გადაცემა, ძალიან ბევრი შოუ და ძალიან ბევრი კონცერტები გელოდებათ. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა. 8 მარტი ოფიციალური დღესასწაული და უქმე დღეა საქართველოში. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.